შიქთავსი ლაპარაკობს მასზე. ეს ჭიქაწყლიანია, ქრისტიანი. ამბობს იმაზე, რომ მე ქრისტე უნდა იყოს ჩემში. თუ ქრისტე ჩემშია, ეს მარტო კი არ უნდა მჯეროდეს, რომ ეს ჩემში, ის უნდა ჩანდეს. ის თავით თავს უნდა ავლენდეს ჩემში. ის უნდა მოქმედებდეს შემდგომ. თუ ღმერთის სიყვარულია, ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკო, ეს უნდა ჩანდეს. თუ ღმერთის სიკეთეა, ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკო, ეს უნდა ჩანდეს. თუ ღმერთი განკურნება, ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკო, ეს უნდა ჩანდეს. ის თავის თავს უნდა ავლენდეს ჩემში. და თვითონ ქრისტემაც თქვა ეს. ჩემი ცხვრები, ჩემ ხმას ისმენენ და ისმენენ და თავის გზებით დადიან. ასე თქვა? არა. აბა როგორ თქვა? ისინი მისმენენ და მომყვებიან. მოდი ყურადღებით ვიყოთ. არა მორწმუნე, არამედ მიმდევარი. იცი, მორწმუნე თავის თავში გულისხმობს მიმდევარს, მაგრამ სამწუხაროდ მარტო მორწმუნეებიც არიან. თუ გახსოვთ ერთ კლასიკურ მაგალითს გაგახსენებთ წმინდა წერილიდან, ეს არის მარკოს სახარების მე-9 თავი. მე-11 მუხლიდან. მე-9 თავი წავიკითხოთ და იქ ნახავთ. მე არ მინდა დღეს ამაზე დიდი ყურადღება გავამახვილო, როცა იესო ფერისცვალების მთიდან ჩამოდის. 23 მუხლიდან არის ბოდიშით. ფერისცვალების მთიდან ჩამოდის და ხედავს, რომ მისი მოწაფეები ვიღაცებთან კამათობენ. მივიდა მათთან და ეუბნება, რატო კამათობთ, რატო ჩხუბობთ? ერთი კაცი გამოეყო ამ ხალხს და ეუბნება, შენთან მოვიყვანე ჩემი ძე, რომელიც უტყვისულით არის შეპყრობილი. მინდოდა რომ შენს მოწაფეებს განეკურნათ, მაგრამ ვერ განკურნეს. რას ეუბნება ქრისტე? რა მოხდა ახლა ვერ განკურნეს, აქ არ ვარ შეკაცო. არა, ისე უნდა ჰოი ურწმუნო მოდგმაო. როდემდე ვიქნები თქვენთან, როდემდე გითმინო თქვენო. და მე ეუბნება, ამ კაცს დიდი ხანია ეს დაემართა? ეს კაცი ეუბნება ბავშვობიდან. ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში რომ დაეღუპა. თუ კი რამე შეგიძლია, გეხვეწები. დაგვეხმარი. ეს არის იმედ გაცრუებული, უიმედო კაცის პოზიცია, რომელმაც ძალიან რთული რაღაცეები უდგას წინ, ვერაფერი გამოსავალი ვერ ნახა და ეხვეწება, თუ კი რამე შეგიძლია. და ქრისტე ეუბნება. უბრალოდ ტექსტსაც გვაჩვენებენ და შეხედეთ. პასუხი როგორი იქნებოდა სწორი. მე წარმომიდგენია, თუ კი რამე შეგიძლია, ამას როგორ მეკითხები, მე ხო ყველაფერი შემიძლია. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი პასუხი, ხო? ქრისტემ უთხრა, თუ კი რამე შეგიძლია? თუ შეძლებ რო ირწმუნო, ესე წერია. თუ შეძლებ რო ირწმუნო, მორწმუნისთვის შესაძლებელია ყველაფერი. ურწმუნო ვინმე ხართ აქ? ხელით მაჩვენეთ. რა კარგია. მადლობა ღმერთს რომ მორწმუნეებს შორის ვართ. მაგრამ დაუკვირდით ამ კაცის პოზიციას, ეს კაციც მორწმუნე იყო. როცა ქრისტემ უთხრა, თუ შეძლებ რო ირწმუნო, მორწმუნისათვის შესაძლებელია ყველაფერი და წამს. მე დაფიქრდა. უი? რამდენჯერ არის შენ ცხოვრებაში ასე? რამდენჯერ არის ჩემ ცხოვრებაში ასე? მე მწამს, მაგრამ სამწუხაროდ მარცხდები. მწამს, მაგრამ სხვაგვარად ვითარდება რაღაცეები. მწამს, ჩემი რწმენა აქ არის, ჩემი გრძნობები აქ და ვერაფრით ვერ დავამთხვიე ერთმანეთს. ეს კაციც ესეა, მწამს, მაგრამ უიმედობა, მწამს, მაგრამ იმედგაცრუება, მწამს, მაგრამ სირცხვილი და ტალახი, მწამს, უშველე ჩემს ურწმუნოებას. მე მწამს, მაგრამ ამავე დროს ურწმუნოება მაქვს. მწამს და უშველე ჩემს ურწმუნოებას, ზუსტად ეს არის მეგობრებო. ღმერთს არ უნდა მარტო გწამდეს. ღმერთს უნდა რომ მიმდევარი იყო. ღმერთს უნდა რომ მისი მიმდევარი იყო. მისი სიტყვის მიმღები იყო. მისი სიტყვის მომსმენი და გამყოლი ვიყოთ. დიდება უფალს. ეს მინდოდა მე თქვა თქვენთვის პატარა შესავლად. დღეს მინდა ერთ თემას შევეხო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ხშირად ჩვენ გვწამს ისე, როგორც ჩვენ წარმო გვესახება. როგორც ჩვენ წარმოვისახავთ, სხვათა შორის ერთ-ერთი სერიოზული დისციპლინა ეკლესიაში, რომელსაც ჩვენ ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ, რომელიც ძალიან მოქმედებს ჩვენზე, ეს არის ჩვენი წარმოსახვების განწმენდა. ეს არის ჩვენი წარმოსახვების
განწმენდა. ეკლესიაში რომელშიდაც მე მოვედი და მოვინანიე. ჩემი მეუღლე დამემოწმება და ვინც არიან აქ ძველები, ღმერთი ოდეთგან ძველებთან მოლაპარაკეო, გახსოვთ? ისინი დამემოწმებიან. ეკლესიაში სადაც მე მოვედი, არ შეიძლებოდა ტელევიზორის ყურება. მართლა. ჩემი მეუღლე მიცის. არ შეიძლებოდა საყურეების გაკეთება ქალებისთვის, არ შეიძლებოდა თმის შეღებვა, არ შეიძლებოდა მოკლეკლავიანის ჩაცმა. ესენი იყო წარმოსახვები. ადამიანები ფიქრობდნენ და მათ შორის მეც ფიქრობდნენ, რომ როცა ასე ვაკეთებ, ღმერთს მოვწონვარ. ესეთ იყო ჩემი წარმოსახვა. და ერთხელ მოვხვდი ერთ-ერთი მორწმუნის ოჯახში და ტელევიზორი იყო ჩართული. ღმერთო. გამიკვირდა. ეს როგორ? მაგრამ მე ისე თქმა მინდა ახლა. ხშირად ჩვენი წარმოსახვები ხელს უშლის ღმერთს იმოქმედოს ჩვენ ცხოვრებაში. ხშირად ჩვენი შეხედულებები ხელს უშლის ღმერთს თავისი თავი გამოავლინოს ჩვენში. იმიტომ რომ ჩვენი წარმოსახვები და ჩვენი შეხედულებები სულ სხვანაირ ღმერთს ხატავს. მე მახსოვს ჩემი შვილი რო გახდა ავად, შვილი გამიხდა ავად და ისე განვიცდიდი, მეთქი ღმერთო ჩემი ბრალია, ღმერთო რაღაცა. ერთი უბრალო კაცი იყო, მისიონერი იყო ის ადრეს ჩვენი მეგობარი იყო სომხეთიდან, ახლა ამერიკაში ცხოვრობს და იმან მითხრა. რა რუსულად, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ქართულად გეტყვი. რა დაგემართაო მე მეუნეო. შენ როგორ ექცევი შენ შვილებს? როცა ისინი აშავებენ, აიყვან, დაადებინებ ხელს და ჩაკუჩი დაუმპრევ თითებს და გადააგდებ ფანჯრიდან. ასე ეკეთებ? რა თქმა უნდა არა. აბა რატო გონია რომ ღმერთი ასე იქცევა? აბა რატო გონია რომ ღმერთი არის ასეთი? ის ხო მამა არის. შენ სტანჯვებში ისიც იტანჯება. მას შენ უყვარ ხარ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მას შენი საქმეები უყვარს. უყვარ ხარ, მას შენ უპირობოდ უყვარ ხარ, თუმცა შენი საქმეები შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ის დაგეხმარება, წამოგაყენებს, გაგასწორებინებს რაღაცეებს, სწორკვალზე დაგაყენებს. მეგობრებო, ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი წარმოსახვები ხშირად ძალიან უშლის ღმერთს ხელს. რომ ის განავითაროს, რაც ჩვენში უნდა რომ განავითაროს. თუ გახსოვთ აბა ერთ-ერთი მოციქული, პეტრე მოციქული. ერთ-ერთი მორწმუნის სახლში ზედათვალში რო იჯდა და რომ მოშივდა ძალიან. და უეცრად ეშვება ზეციდან ხილვას ხედავს. ეშვება დიდი ტილოს მსგავსი ჭურჭელი და ყველა ცხოველი და ფრინველი არის შინ. და ღმერთი უნეო დაკალი და ჭამე. ღმერთმა დამიფაროს, უფალო რას მეუბნები? მე არასოდეს უწმინდური არ მიჭამია. კი, მაგრამ ის თუ ვერ გაიგე რა გითხრეს, ის ხო გაიგე ვინ გეუბნეო. არა, მაინც წარმოსახვა, არასოდეს უწმინდური არ მიჭამია, რას ლაპარაკობ? შორს ჩემგან. მეორედ განმეორდა ეს. კიდევ ეშვება ეს ჭურჭელი მაღლიდან, ღმერთი ეუბნება, დაკალი და ჭამე. ღმერთს არაფერი უწმინდური არ მიჭამია. მესამედ მეორდება, ოღონ მე ღმერთი კიდე ეუბნება რაღაცას. ღმერთი ეუბნება, დაკალი და ჭამე, ვინაიდან რაც ღმერთმა გაწმინდა, არაფერია უწმინდური. და პეტრე ვერ ხვდება რა შეა საქმე. პეტრე ვერ ხვდება რატო იყო ეს. რისი თქმა უნდა და ღმერთ ჩემთვის. დამ დროს კარებზე არის კაკუნი და იქ არიან კორნილიოსის წარმოგზავნილები. ვინ არის კორნილიოსი? კორნილიოსია წარმართი. წარმართთან ებრაელს პურის გატეხვაც კი არ შეეძლო, არ შეიძლებოდა. არათუ მის სახლში შეცვლა. ეს ავტომატური გაუწმინდურება იყო. და ეს ორი რაღაცა ღმერთ კი არ დაემთხვა, ეს დამთხეულებს ჯერათ მარტო. ეს ღმერთმა გადაწყვიტა ასე. პეტრე მიხვდა. მაგრამ პეტრეს წასვლა იქ, პეტრე ფიქრობდა, კარგი, რაღაც ღმერთს უნდა რომ იქ წავიდე, წავალ და მალევე დავბრუნდები უკან. მივალ, რამდენიმე სიტყვას ვეთქვი ერთი რა უნდათ და დავბრუნდები უკან. წავიდა პეტრე კორნილიოსის სახლში, ხო გახსოვთ? და როცა შევიდა იქ, ბაგე გახსნა დაიწყო ლაპარაკი, დამთავრებული არ ქონდა სიტყვა და სული წმინდა დაეშვა. და იწყეს ლაპარაკი უცხოენებზე და წინასწარმეტყველება. პეტრე, ვის შეუძლია წყლით ნათლობა დაუკავოს იმათ, ვისაც ღმერთმა სული წმინდა მისცა ჩვენსავე. ანუ ახლა ვხვდებიო პეტრეს წარმოსახვები მოსცილდა, ზედმეტი რაღაცეები მოხსილდა და მოვიდა სინათლე. და პეტრე ამბობს, ახლა ვხვდები რომ ღმერთს თურმე ყველა ერში ყავს თავისი მორჩილები და მოყვარულები.
დიდება უფალს. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ისი თქმა მინდა. ხშირად ჩვენი წარმოსახვები ძალიან ბევრ რაღაცაში გვიშლის ხელს. თუნდაც ავიღოთ კიდევ ერთი ადგილი წმინდა წერილიდან. წმინდა პავლეს ისტორია. როცა ღმერთმა საულე, ბოროტმოქმედი, აქცია პავლედ. საულე მიდის დამასკოში ქრისტიანების დასაჭერად და ციხეებში ჩასაყრელად. უეცრად დიდი შუქი მოეფინება და ეცემა ძირს, დაბრმავებული და ყვირის. მას ესმის ხმა. საულ რად მდევნი მე? ისე უნდა ვინ ხარ შენ უფალო? ისე უნდა მე ვარ იესო, ვისაც შენ დევნი. ძნელი იქნება შენთვის წვეთის წინააღმდეგ დარტყმა. პავლე შეშინებულია, უნდა რას მიბრძანებ რო გავაკეთო. შედი ქალაქში და გეუწყება. ხელი მოკიდესო, წამოაყენეს და ესე შეიყვანეს ქალაქში. ღმერთი ელაპარაკება ვინმე ანანიას. და ეუბნება, ანანია. მან იცის რომ ღმერთი ელაპარაკება, მას ეჭვი არ ეპარება ამაში. დაუკვირდით, ღმერთი ანანია, ესე უნდა აქ ვარ უფალო. ანუ იცის ვინც ელაპარაკება. შემდეგ ღმერთი ეუბნება, წადი ეხლა პირდაპირად წოდებულ ქუჩაზე, ამა და ამ კაცის სახლში და იქ ნახავ ვინმე ტარსუსელს სახელად საულეს. ვინაიდან ის ახლა ლოცულობს და ხილვა ნახავ იმან, რომ მივიდა მასთან კაცი ვინმე სახელად ანანია, ხელები დაადო, რომ თვალი აეხილოს. და ანანია ეუბნება, უფალო, სად მაგზავნი? ეგ კაცი მკვლელია. დაუკვირდი წარმოსახვებს. იცის რომ ღმერთი ელაპარაკება, იცის რომ ღმერთმა უთხრა წადი, თუმცა ბედავს და ღმერთს უსწორებს. დეკამათებს, სად მაგზავნი ღმერთო? ეგ კაცი მკვლელია, მაგას როგორ უნდა დავადო ხელი? მაგისთვის როგორ უნდა ვილოცო? ეგ კაცი მკვლელია. ღმერთი ეუბნება, წადი, ვინაიდან ეგ არის ჩემი რჩეული ჭურჭელი. რომ ატაროს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა შორის. ვაუ! რა კაი არჩეულობა რა, რა დიდი პრივილეგია, მაგრამ მე ეუბნება და ვაჩვენებ მას, რაოდენ უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გამო. დიდება უფალს. რისი თქმა მინდა ამით კიდევ ერთხელ გავემეორებ, ხშირად ჩვენი წარმოსახვები ძალიან დიდ და ცუდ როლს თამაშობს ჩვენ ცხოვრებაში. იცით, თუნდაც ხშირად რომ ადამიანები ხვდებიან ხოლმე, რა, მუსიკა და ქრისტიანები? ფსალმუნთა წიგნი მაინც ავიკითხოთ. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე ამას. ადიდეთ ღმერთი წმინდათა წმინდაში, ადიდეთ იგი მისი სიგიადის სიმრავლის მიხედვით, ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი არფით და ქნარით, ადიდეთ იგი დაირითა და ცეკვით. რაო? ცეკვით. ყოველმა არსმა, ქართულში წერია, ყოველმა არსმა ადიდოს უფალი. ორიგინალში წერია, ყველა ვინ სუნთქავსო. ყველა ვისაც სუნთქვა აქვს, ყველა მსუნთქავმა ადიდოს უფალიო. აქედან დასკვნა, სუნთქავ, ადიდე უფალი. ერთი რამე იცოდეთ. ჩვენამ დედამიწაზე ღმერთმა მოგვავლინა, არა იმიტომ რომ ღმერთი გვწამდეს. ჩვენამ დედამიწაზე ღმერთმა მოგვავლინა იმიტომ, რომ რაც ეშმაკს მიტაცებული აქვს, ჩვენ დავიბრუნოთ. და ჩვენ წავართვათ. სამართლიანობა ეს არის. იცი, ერთი საიდუმლო ეშმაკი არ არის შემოქმედი. მას ბუზიც კი არ შეუქმნია დედამიწაზე. ის მარტო გამფუჭებელია და გამყალბებელია და მეტი არაფერი. არ არსებობს ეშმაკური სტილები, მუსიკალური ჟანრები, იმიტომ რომ ნიჭები ღმერთმა მისცა ადამიანს. წმინდა წერილი ამბობს, რომ ყველა კეთილი, საბოძვარი და სრულყოფილი ნიჭი შუქთა მამისაგან ჩამოდის. ამენ? იაკობი ამბობს ამას. მეთანხმებით? და თუ ნიჭები ღმერთმა მისცა ადამიანს, ეშმაკმა რა გააკეთა, გააყალბა, გააფუჭა და თავის სასარგებლოდ იყენებს. სამართლიანობა ის არის, რომ ჩვენ ყველაფერი რაც წართმეულია, დაუბრუნდეს თავის დიდებას. ყველა ინსტრუმენტი ღვთის ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანებმა შექმნეს. და ყველა ინსტრუმენტით ღმერთი უნდა გამდიდდეს. დიდება უფალს. ყველა ნიჭით და უნარით ღმერთი უნდა გამდიდდეს. ასევე ფსალმუნთა წიგნი ამბობს, ხალხო ყოველნო შემოჰკარით ტაში და განადიდეთ ღმერთი გალობის ხმით. ჰალელუია. ასევე ფსალმუნთა წიგნი ამბობს, გამდიდდა ღმერთი შეძახილი ჟამსრო. დიდება უფალს.
იცი, ხელოვნური, მიბაძვითი ეს არ არის ის რაც ღმერთს უნდა. მაგრამ შინაგანიდან წამოსული ღვთის თანდასწრებაში ავსილი სიხარული ეს ღმერთის ნება, ეს ღმერთს უნდა. იმიტომ რომ სოფონიას მესამე თავის მე-17 მუხლში თვითონ ღმერთი ამბობს, რომ ღმერთი ძლიერი შენს წიაღშიაო. და სიხარულით იზეიმებს შენზეო და ცეკვით იზეიმებს შენს გამო. დიდება უფალს. მინდა ერთ თემას შევეხო ახლა ყურადღებით რომ მომისმინოთ და ჩვენმა წარმოსახვებმა რომ ხშირად ხელი არ შეგვიშალოს. ეს ბოლო დრო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ეკლესიაში, ეს ბოლო თემები ძალიან სიღრმისეული და მადლობა ღმერთ ჩვენი ეკლესიის უფროსი პასტორისთვის, იმ სულისთვის, რაც მას უჭირავს და მადლობა ღმერთს იმ ბოლო გამოცხადებებისთვის, რითაც ეკლესიაში სიტყვა მოდის და ეს გამოცხადებების ერთი მთლიანი სათაური იქნებოდა შინაგანი ბუნების განწმენდა. ჩვენი შინაგანი ღმერთის ბუნების ზიარება. ჩვენ შინაგანში. იმიტომ რომ ყველა თემების სულ ამაზე არის. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ორწმუნე კი არა, მიმდევარი უნდა იყო. იმიტომ რომ ვინც ამბობს რომ წამს და საქმეები არ გააჩნია, არაფერი არ წამს. სინამდვილეში ეს ტყუილია და ფანტაზიაა. რომ მარტო კი არ უნდა გწამდეს სიტყვით, ეს უნდა ჩანდეს საქმეში, დიდება უფალს. მაგრამ არიან ადამიანები ძალიან ზედაპირულები, მე ღმერთი მწამს და ერთ-ერთმა მქადაგებელმა ერთხელ თქვა ესეთი რაღაც. იცი, გარაჟში შეიძლება დღეში 100 ჯერ შეხვიდე, ბენზინის სუნი აგივა, მაგრამ მანქანად ვერ გადაიქცევი. ეკლესიაში სიარული შენ არ გახდის ქრისტიანს. ეს ყველამ უნდა იცოდეს. ჩემო მეგობრებო, აქ თუ ეკლესიაში სიარული რამეს ნიშნავს ეს სკამები, ყველაზე მეტი ქრისტიანები არიან მაშინ, იმიტომ რომ თქვენ აქ სულ ყოველთვის ანხართ და ესენი სულ ყოველთვის აქ არიან. და სულ ისმენენ. მაგრამ არაფერი არ იცვლება, ესენი სკამები არიან, უსულოსაგნები არიან. არ შეიძლება ეკლესიაში სიარული, მარტო ეკლესიაში სიარული. რამე იყოს ჩვენთვის. გასაგებია? მაგრამ სამწუხაროდ, ჩემ და თქვენ და სამწუხაროდ. ხშირად ჩვენ ასეც ვცხოვრობთ, ხშირად ძალიან ზედაპირულები ვართ რაღაცაში. ეხლა ერთ საქმეს მინდა შევეხო, ერთ თემას მინდა შევეხო და დამეხმაროს ღმერთი, რომ შევძლო ის გადმოგცეთ, რაც მას უნდა რომ გადმოგცეთ. დავიწყოთ. მოდი წავიკითხოთ იერემიას 29 თავის მე-7 მუხლი. იერემიას 29 თავის მე-7 მუხლში ასეთი რამ წერია. მშვიდობა და სიკეთე ეძიეთ იმ ქალაქისთვის, რომელშიც გადაგასახლათ ღმერთმა. ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი სიკეთით თქვენც გექნებათ სიკეთე. დიდება უფალს. ეს ერთი. ეხლა არ გავჩერდები აქ, მეორე მუხლს აგიკითხავ და მერე კიდე ცხადი გახდება რის თქმა მინდა. პირველი ნეშტთა 19 თავის მე-13 მუხლი. მტკიცე იყავი და მაგრად დავდგეთ. ჩვენი ხალხისა და ჩვენი უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისთვის. უფალმა კი თავისი ნება აღასრულოს. დაუკვირდით. ეს მეორე მონაკვეთი დაიმახსოვრეთ. მესამე მათეს სახარების მე-11 თავი 20-24 მუხლები. მაშინ იწყო იმ ქალაქების ყვედრება, დაუკვირდით? ვისი ყვედრება იწყო? ქალაქების. მას არ დაუწყია ხალხის ყვედრება. მას არ დაუწყია, აი პეტრე, თომა. მან დაიწყო ქალაქების ყვედრება. მოდი წავიკითხოთ ეს მონაკვეთი. მაშინ იწყო იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალთაქმედებანი, რადგან არ მოინანიეს. ვაი შენ ქორაზინო, ვაი შენ ბეთსაიდაო. ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომელიც თქვენთან მოხდა, დიდი ხნის წინ ჯვალოსა და ნაცარში მოინანიებდნენ, მაგრამ გეუბნებით თქვენ, ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ. შენ კი კაპერნაუმო, ცამდე არ ამაღლდები, ჯოჯოხეთამდე დაეშვები, ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი, შენში რომ მოხდა, დღემდე შემორჩებოდა, მეცაც გეტყვით, სოდომის მიწას უფრო გაუადვილდებოდა განკითხვის დღეს, ვიდრე შენ. დაუკვირდით. აქ მოდი ცოტას გავჩერდები. ის ელაპარაკება ქალაქებს, როგორც ცოცხალს.
ეს იყო ბეთსაიდა. ნახეთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი. ვაი შენ ქორაზინო და ბეთსაიდაო. ეს არის გეოგრაფიული მდებარეობა. მე მაინტერესებს, უბრალოდ გიფიქრია თუ არა ამაზე. გორზე რა სიტყოდა იესო? გიფიქრია ამაზე? თუ არ გიფიქრია, მოდი დღეს ვიფიქროთ. გორზე რა სიტყოდა იესო? ხაშურზე რა სიტყოდა იესო? ქარელზე რა სიტყოდა იესო? თბილისზე რა სიტყოდა იესო? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ერთი რამე იხსოვთ, მე ცოტას გავჩერდები ახლა. ძალიან კარგია ჩემო მეგობრებო. ძალიან კარგია რომ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი შინაგანი ბუნების განწმენდას. ეს აუცილებელიც არის. ამის გარეშე, რაც ნინომაც ილაპარაკა და ძალიან კარგი სიტყვა იყო. ამის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანმა რამის გაკეთება შეძლოს. იმიტომ რომ თუ იცი ჩვენ რო რამე შეგვძლებოდა ჩვენი ძალებით, მაშინ ქრისტე ჯვარზე არ მოკვდებოდა. ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია. სინამდვილეში ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ უბრალოდ ვენდობით მას ყოვლის შემძლეს ჩვენში. კეთილი მე კი არ ვარ, როგორც იმ ყმაწვილს უთხრა ქრისტემ, როცა უთხრა კეთილო მოძღვაროო, რატომ ეძახი კეთილს? არავინ არის კეთილი გარდა ღმერთისა. კეთილი ღმერთი არის ჩვენში. და ჩვენ გვჯერა რომ მას აქვს ძალა თავისი სიკეთით ჩემი დაცემა გარდაქმნას თავის სადიდებლად. მეორე კორინთელების მეხუთე თავის 21 მუხლი სწორედ ამას ამბობს. ვინც ცოდვა არ იცოდა, ცოდვად გახდა ჩვენთვის, რათა ჩვენ მასში გავხვდეთ ღვთისმსამართლიანობა. დიდება უფალს. და ეს ყველაფერი მისი მადლია. წმინდა მოციქული პავლე პირველი კორინთელების მე-15 თავში მე-10 მუხლიდან ამბობს, ღმერთის მადლი თუ არაც ვარ და ღმერთის მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მე შრომობდი, მაგრამ მე კი არ შრომობდი, ისევ ღმერთის მადლი შრომობდა ჩემში. ანუ ღმერთის მადლი არის შემცვლელი. მისი სახელის სადიდებლად. დიდება ჩვენს უფალს. ამენ. ეხლა ნახეთ. ჩვენ ქრისტიანები ვარ და ძალიან ხშირად გვიყვარს უკიდურესობებში წასვლა. რამდენადაც ერთ რაღაცაზე ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, ხშირად გრჩება მეორე. თვითფრინავი არასდროს არ დაფრინავს ცალი ფრთით. არც ერთი ფრინველი არ დაფრინავს ცალი ფრთით. ღმერთს უნდა ერთი რაღაც და მოდი ამაზე ვიფიქროთ დღეს სერიოზულად. იცი ჩვენ შეგვიძლია ჩავიკეტოთ აქ, ჰალელუია, დიდება ღმერთს, რა კარგად გვაქვს, რა კარგი კალობა გვაქვს ჩვენ, მაგრამ ერწმუნეთ ღმერთს ეს არ უნდა. იმიტომ რომ ღმერთს ძალიან აწუხებს ამ ქალაქის ბედი. გაგახსენებთ ერთ ბიბლიურ პერსონაჟს. ვინ იყო ეს ბიბლიური პერსონაჟი? ერთხელ რომ დაინახა სამი მგზავრი მოდიოდა მისი სახლისკენ. გაიქცა. მივიდა თაყვანისსა, უთხრა არ გამია, წამობძანდით, ეხლავე უცებ ხბოს დავკლავ, აგერ ხელდახელ რაღაცას მოვამზადებ, წაიყვანა დასხა ესენი. როცა გაუმასპინძლდა, ისინი ამბობენ, როგორ ჩაუვაროთო გვერდი აბრაამს და არ უთხრათ ის, რაც გვაქვს გადაწყვეტილი, აბრაამი ხო დიდი კაცი გახდებაო და ეუნევიან, რომ სოდომში და გომორაში მივდივართო მათ დასახულპავად. და თუ გახსოვთ, აბრაამი რას ეუნება? აბრაამი ეუნება 50 მართალი რო ნახოთ იქ. ხო არ დაღუპავთ ამ ქალაქს. ეს მგზავრები ეუბნებიან, თუ 50 მართალი იქნება, იქ არ დავღუპავთ ქალაქს. აბრაამს ეჭვი შეეპარა. 40 ევაჭრება. არც 40-ის გამოდა, 30. ბოლოს 5-ზე ჩამოვიდნენ, გახსოვთ? 5 კაცი რო იყოს და მაშინ ეუბნებიან, 5 კაცი თუ იქნება, იმ 5 კაცს გავიყვანთ, ხო რომ ქალაქი დაიღუპება. ვინ ცხოვრობდა სოდომში და გომორაში თუ გახსოვთ? და იცით რა არის ლოტზე დაწერილი, მინდა წაგიკითხოთ. ეს არის მეორე პეტრეს მეორე თავი მე-7 მერვე მუხლები. ხოლო მართალი ლოტი უჯულო არ იყო. ლოტი უღმერთო არ იყო. ლოტი მართალი იყო. ხოლო მართალი ლოტი უჯულოთა ლაგამახსნილი ქცევი დაჩაგრული იხსნა, რადგან ეს მართალი კაცი, რა კი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი დღე იტანჯებოდა. თავისი მართალის სულით, რა კი ხედავდა და ისმენდა მათ უკეთურ საქმეებს. ლოტი მართალი
ცხოვრობს ქალაქში, ქალაქი უკეთური და ლოტს არანაირი გავლენა. ლოტს არანაირი გავლენა. მეგობრებო, მინდა გაგახსენოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ თქმული მათეს სახარებაში 16:18 მუხლი. და მე გეუბნები შენ ახარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დაძლევენ მას. ნახეთ ქრისტეს განცხადება რა არის. მან თქვა რომ მე შევქმნი ჩემს ეკლესიას და მე ამაზე ახლა არ ვილაპარაკებ რა არის ეკლესია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვაქვს ჩვენ ნათქვამი და ის ამბობს რომ ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დაძლევენ მას. და იცით დღეს ძალიან ბევრი მკვლევარი ლაპარაკობს რას ნიშნავს ისა სიტყვა ვერ დაძლევს. და ხშირად ძალიან ბევრი ადამიანი პირიქით ამბობს რომ ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ გაუძლებენ მასო. და რატომ იცით? არსებობს შეიარაღებაში არსებობს ორი სახის შეიარაღება. არის თავდაცვითი შეიარაღება და არის თავდასხმითი შეიარაღება. აი მაგალითად არტილერია ეს თავდასხმითი შეიარაღებაა, იმიტომ რომ ამის შენ სხვას ესხმი თავს. მაგრამ სანგარი და ციხესიმაგრე ეს თავდაცვა არის. გასაგებია? ნახეთ აქ რაზე არის ლაპარაკი? აქ არის ლაპარაკი ეკლესიაზე და ეკლესია ნიშნავს ხალხის კრებას, რომელიც ქალაქის კარიბჭეში იკრიბებოდა. და მე არის ჯოჯოხეთის ბჭენი. ჯოჯოხეთის ბჭენი ზუსტად იგივე ორგანო არის, ოღონდ სხვა ზუსტად იგივე სტრუქტურა არის, ოღონდ სხვა ძალაუფლებაში. ანუ ეშმაკის ძალაუფლებაში. ეხლა ნახეთ აქ რა წერია. ქრისტემ თქვა მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ გაუძლებს მას, იმიტომ რომ ეს ჯოჯოხეთის ბჭენი თავდაცვითი სისტემა არის ისა სინამდვილეში. ანუ ქრისტემ თქვა, ბევრი რო აღარ ვილაპარაკო, ის რასაც ქრისტე აშენებს, აღმატებული იქნება იმაზე ბევრად, რასაც ჯოჯოხეთი აკეთებს. დიდება უფალს. ანუ ქრისტემ თქვა, მე შევქმნი ჩემ ეკლესიას, რომელიც აღმატებული იქნება, რომელიც გადააჭარბებს, რომელშიც ძალა გამოვლინდება, რომელშიც მოქმედება იქნება, რომელსაც გავლენა ექნება. თუ გახსოვთ ერთხელ ერთი მივიდა წინასწარმეტყველი დაუთხა, როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხითო. გახსოვთ? როდემდე უნდა ვიჯდეთ და ვიწუწუნოთ? ღმერთო, რა სამართალია ეს, რა უსამართლობა. და იცით რატომ? აქ არის ყველაფერი პრობლემა, ჩვენი წარმოსახვები. ამას წინათ ვამბობდით. გამოცხადების წიგნში 19 თავში რა წერია ქრისტეზე? დავინახეო თეთრი ცხენი, რომლის მხედარიც, რომლის სახელიც არის ღმერთის სიტყვა. მას თავის თეძოზე აწერიაო სახელი. მეფეთა მეფე. უფალთ უფალი. ის არის მეფეთა მეფე და ის არის უფალთა უფალი. ასევე კოლოსელების წერილში წმინდა წერილი ამბობს, რომ მან დააყენა ქრისტე ეკლესიის თავად, რომელიც მისი სხეულია, სისრული აღმავსებლის, მეფური სამღვდელოება. რას ნიშნავს? პეტრეს წერილში მე ჩქარა მიწევს რაღაცეების გავლა და ძალიან ლაკონურად. პეტრეს წერილში რას ამბობს პეტრე ჩვენზე? ვინ ვარ ჩვენ? მესამე თავში. ჩვენ ვარ წილხვედრილი ხალხი, წმინდა ერი, მეფური რა? მეფური სამღვდელოება. სიტყვა მეფური სამღვდელოება. განმიმარტეთ ვინმე რას ნიშნავს? რას ნიშნავს სიტყვა მეფური სამღვდელოება? ძველ აღთქმაში მსგავსი გაგიგონიათ? აბა საიდან მოიტანა პეტრე მეფური სამღვდელოება? იცით რა იყო მეფური სამღვდელოება? იყო ერთი კაცი, ვინც აბრაამს გამოეგება. როცა აბრაამმა 5 მეფე დაამარცხა, ლოტი რო ყავდათ გატაცებული. დაეწია აბრაამი, მან 300 კაცი შეკრიბა, დაამარცხა 5 მეფე, წაართვა მთელი ნადავლი და ქონება და გამოეგება მას მელქისედეკი. უზენაესი ღმერთის მღვდელი უასწერია, მაგრამ ის ასევე მეფე იყო. ის იყო სალიმის მეფე. და გამოეგება მას მელქისედეკი და აბრაამმა მას მიათედი მიართვა. და მელქისედეკმა აკურთხა აბრაამი და დაწერილია უმაღლესისგან იკურთხება უმცირესი. ანუ როცა მელქისედეკმა აკურთხა აბრაამი, მელქისედეკი აბრაამზე დიდი იყო. და ვინ არის ეს მელქისედეკი? ებრაელების წერილში წერია მე-7 თავში. უდედო, უმამო, უგვარტომო. არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის მსგავსად რჩება საუკუნოდ. იესო არის ჩვენი მღვდელმთავარი, ებრაელების წიგნი ამბობს. ამენ.
როგორ არის იესო ჩვენი ისა მღვდელმთავარი ყოლევიანი არისო? თუ გახსოვთ ძველი აღთქმიდან მღვდლები რომელი ტომიდან იყვნენ? და იესო რატო არის მღვდელი მაშინ? იმიტომ რომ არც მელქისედეკი იყო ლევიანი. იესო არის მღვდელი მელქისედეკის წესით. იესო არის სამეფო შტოდან. იესო ქრისტეში, ჩემო მეგობრებო, მოკლედ რომ გითხრათ, ღმერთმა გააერთიანა სამეფო შტო და სამღვდლო შტო. ის არის მღვდელი მელქისედეკის წესით. ეხლა ნახეთ, ჩვენ გვაქვს ტვინი. ჩვენ ტვინს აქვს ორი ნახევარსფერო, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებენ. პოლიტიკური ძალაუფლების სათავეში და სასულიერო ძალაუფლების სათავეში, ეკლესიის სათავეში იესო ქრისტე არის. დიდება უფალს. ეს არის როგორც ერთი ტვინის ორი ნახევარსფერო. და წარმოიდგინეთ, ადამიანის რომელსაც ტვინის მარცხენა ნახევარსფერო არ მორჩილება და არ ურთიერთობს მარჯვენა ნახევარსფეროსთან. პირიქით კონფლიქტია ერთმანეთთან. ასეთი ადამიანი პარალიზებულია. ასეთი ადამიანი დეგრადირებულია. ასეთი ადამიანი უნაროა, ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. გასაგებია? და ჩვენ როცა ეკლესიად ვიკრიბებით, ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. ღმერთისთვის სულ ერთი არ არის ამ ქალაქის ბედი. ღმერთმა ჩვენ შემოჰყურება აქ, რომ ამაზე ვიფიქროთ. მაგრამ ჩვენ ხშირად ისეთი რაღაცეებით ვართ დაკავებული, საერთოდ არ გვცალია მაგისთვის. იცი დგება დრო, როცა უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ხშირად არის ჩვენ ცხოვრებაში ასეთი გარდამტეხი მომენტები. არის დრო, როცა უნდა აირჩიო პროფესია, არის დრო, როცა უნდა აირჩიო სამსახური, არის დრო, როცა უნდა აირჩიო ცხოვრების თანამგზავრი. ხშირად ამას ვაკეთებთ ისე მე რა მინდა, ის კი არა შენ რა გინდა, მე რა მინდა, მე როგორ მჭირდება, მე როგორ მინდა. მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ, ჩვენ ნიჭებს ღმერთი გვაძლევს. უნარებს ღმერთი გვაძლევს, შესაძლებლობებს ღმერთი გვაძლევს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეკლესიაში ნიჭიერი ხალხი არ ყავს, უნარო ხალხი ყავს, შესაძლებლობებიანი ხალხი არ ყავს. მაშინ რატო არის ხშირად საქმეები ასე რთული საკეთებელი? იცით რატო? მე არ მცალია. მე ჩემი გეგმები მაქვს, მე დაკავებული ვარ ჩემი გეგმებით. და როგორ ფიქრობთ? ღმერთმა თავის სხეულად აგვირჩია ჩვენ. მან თქვა, თუ ერთმანეთი გეყვარებათო, თუ ერთმანეთი გეყვარებათ, წუთისოფელი მაშინ მიხვდება, რომ ჩემი წარმოგზავნილები ხართო. დიდება უფალს. მე ერთი რამე მინდა გითხრათ. ღმერთს უნდა გავლენიანი ეკლესია. გასაგებია? ღმერთს უნდა გავლენიანი ეკლესია, რომელსაც ექნება გავლენა. გასაგებია? არის შემაკავებელი რაღაცეები. თუ არსებობს მარილი, თუ იცით რომ მარილი აჩერებს ხრწნილებას. ხორცს რომ მარილს დააყრი, ხორცი აღარ ფუჭდება. რა თქვა ქრისტემ, თქვენ ხართ მიწის მარილიო. თუ მარილმა ძალა დაკარგა, თუ გადაყრი მას თორე ის რადგან არაფერში არ გამოიყენება. ღმერთს უნდა რომ ამ ქალაქში, და არა მარტო ამ ქალაქში, სადაც ღმერთი გაგვიშვებს. ღმერთს უნდა რომ იცი დაიწყოს. ეს უნდა გავრცელდეს. ეკლესია ღმერთს უნდა გავლენიანი ეკლესია. სადღაც დამალული კი არა, სადღაც შეყუჟული კი არა. წმინდა წერილი ამბობს, რომ ჯოჯოხეთის კარიბჭე ვერ დაძლევს, ვერ გაუძლებს მას. იმიტომ რომ იმას, რასაც ღმერთი ქმნის, ეს გაცილებით დიდია. მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ, ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ, არა მარტო ჩვენ, თუ ამ ქალაქში, მე არა ვარ ამ ქალაქში, არ დავბადებულო. მაგრამ ღმერთმა მომიწოდა აქ. ამენ. და თუ ღმერთმა მომიწოდა აქ, ერთი უნდა ვიცოდე, ამ ქალაქის ბედთან და ჩემ ბედთან დაკავშირებულია ამ ქალაქის ბედი. ჩემი ბედი ამ ქალაქის ბედთან არის დაკავშირებული. ყველაზე დიდი ევანგელიზაცია ეს არის გახდი მეგობარი ვიღაცეების. დაუმეგობრდი ვიღაცეებს. სითბო, სიყვარული, ქრისტეს მოწყალება, ქრისტეს ერთგულება ვაჩვენოთ. რომ ცვალებადობა უნდა გამოვიწვიოთ. წმინდა წერილი ამბობს, აი ხალხი ხალხთა შორის, მაგრამ მათ წილს არ ეკუთვნიან მაინცო. აი ეს უნდა ღმერთს. იცი, რატო იხარჯება რესურსები? რატო იგზავნება ნიჭები? რატო იგზავნება
საშუალებები ჩვენზე, ეს იმიტომ იგზავნება ყველაფერი და ერთ დროს ჩვენ ამისთვის ანგარიშს ჩავაბარებთ ღმერთს. ნიჭისთვის, შესაძლებლობისთვის, ფინანსებისთვის, ყველაფრისთვის, რასაც ღმერთი გვაძლევს, ანგარიშს ჩავაბარებთ ღმერთს, იყო თუ არა გამოყენებული იმ მიმართულებით, რომ ქალაქის ბედი შეცვლილი იყო. ღმერთი თუ შეცვლის ქალაქის ბედს, ღმერთი შეცვლის რეგიონის ბედს. თუ ღმერთი შეცვლის რეგიონის ბედს, ღმერთი შეცვლის ქვეყნის ბედს. თუ ქვეყნის ბედს შეცვლის ღმერთი, მაშინ მასშტაბურ რაღაცებს დაიწყებს უფალი. და მასე შეუძლია. უბრალოდ მას უნდა ვენდოთ, მას უნდა მოусმინოთ, მას უნდა გავყვეთ ნაბიჯ.